დაგიბრუნდით მეგობრებო, აი ეს კურკუმას ნიღაბი რომ გავაკეთე ახლა ჩამოვიბანე და აი ესეთი მზის დამცავი წავისვი. ერთ სივრცეში შედის მკვებავი მზის დამცავი, ისე რომ ჩვენ 2 და 3 მასი არ გვჭირდება. ხედავთ სახეს როგორი მდგომარეობაშია, თქვენ შეგიძლიათ წაისვათ, ვისაც გამონაყარი აქვთ, აუცილებლად მზის დამცავობის გარეშე გარეთ არ შეიძლება გასვლა. დაგიმშვიდებთ, ეს ჩემი ნიღაბი იყო განკუთვნილი გამონაყარიანი კანისთვის, დაწითლებული კანისთვის, რომ ფერი გაწითლებული ფერი ნატურალურ ფერით მოიყვანოს და აულაგოს ეს სიწითლეები. ცხიმიანი კანი ცხიმი მოაშოროს კანს და უფრო მეტი ისუნთქოს კანმა. მისთვის იყო განკუთვნილი ეს ჩვენი ნიღაბი. კიდე გითხარით ლიმნიანი, ეგეც ძალიან კარგია, ლიმონი და თაფლი, ერთი კოზი ლიმონი, ერთი კოზი თაფლი, ერთმანეთში გაურიეთ, ოღონდ 3-ჯერ კეთდება, გაგიშრებათ კიდე უნდა წაისვათ, გაგიშრება კიდე უნდა წაისვათ. კიდევ ახალი სიახლით ვარ მოსული, ჩემო მეგობრებო, ჩემო გვერდის გამომწერებო, თუ ვინმე დაინტერესებულია კოსმეტოლოგიის სწავლებით, რომ მომყვეს და ისწავლოს ჩემთან ერთად, ჩვენ ყველა მიცით ხსნით სექტემბრიდან ონლაინ სწავლებას. ონლაინ სწავლება იქნება მოიცავს კვირაში 3 დღის სწავლებას. იქნება კოსმეტოლოგია თეორიულად ერთი გაკვეთილი შუალედში პრაქტიკული გაკვეთილი იქნება და ერთი გაკვეთილი იქნება სახის მასაჟი, როგორ გავაკეთოთ ლიფტინგის გარეშე სახე, როგორ მოვიყვანოთ, როგორ მივიღოთ ახალგაზრდა იერი ნებისმიერ ასაკში და რა გავაკეთოთ. მე სახეზე ძალიან ხშირად ვიკეთებ, ძალიან ბევრი საიდუმლოებია ამ მასაჟებშიც, ამ კოსმეტოლოგიაში, მე მთლად გავიხსნები, მე მთლიან ცოდნას გადმოგცემთ. თუ დაინტერესებული ვინმე იქნებით, ჩვენ სექტემბერში ვხსნით უკვე ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა, ჩემი საავტორო წიგნი საჩუქრად გადაეცემა, სწავლება იქნება ერთთვიანი და სწავლის ღირებულება იქნება 1000 ლარი. თუ რომელიმე მე თვითონ სწავლაში არ ვიცი, შარშანიანვრიდან სუნთლიანად ვსწავლობ, კიდე რომ კვალიფიკაცია ავიმაღლო. არ ჩერდები, 62 წლის ავხდები 3 ივლისს და სულ სწავლობ. ამას საზღვარი არა, კოსმეტოლოგია ისეთი დარგია, არ გაჩერდები, ყოველდღე ახალ რაღაცას იძენ, ახალ ცოდნას იძებ. მე მაგალითად ერთი რეცეპტის რომ დავამუშავებ და დავტესტავ და გავაკეთებ, მე ძალიან მდიდარი ადამიანი მგონია ჩემი თავით, თან თუ დავტესტე და ვიღაცას გავაკვირვე ჩემი ამ კრემით, ამ საცხით, ამ სამკურნალო მალამოებით. თუ მოყვებით, თქვენ თვითონე დაინახავთ, სწავლება იქნება ახლებური, ძველებური და ახლებური შევა ერთ-ერთმანეთში, არც იმას არ დაუკარგე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მადლიერი მომხმარებელი ყავს იმ ძველ მალამოებს, საცხებს და ძველი და ახალი გავაერთიანე და ერთ ლაივზე ისწავლით ორნაირ. აი მაგალითად დამატენიანებელი მკვებავი ძველებურად როგორ იყო, ახლებური როგორ იყო. თქვენ პრაქტიკაში მე რომელი გამოგადგებათ, ერთიც გეცოდინებათ და მეორეც გეცოდინებათ. სამკურნალო მალამოებს შეისწავლით, ძალიან ბევრი სამკურნალო მალამოებს, ბიბი და მზის დამცავ ტონალურებს შეისწავლით, კოსმეტიკურ ძეს შეისწავლით, საპნებს შეისწავლით სხვადასხვა დაავადებებისთვის, ვიტამინიან მკებავებს, სამკურნალო მალამოებს. თქვენ მე ვიცი, თუ ვინც მომყვება, ის მერე აღარ მომშორდება, იმიტომ რომ ყოველ დღე
გაუხარდება იმის მოსმენა, რომ რა შევისწავლით ახალს, რა შევისწავლით. არ გეგონოთ მე იტალიაში ვარ და თქვენ მე ონლაინ რა უნდა გასწავლოთ, არა, მე იმ წუთში ამანათი მომდის, დაჟე სტუპკებიც კი გამოვაგზავნინე, აპარატურები გამოვაგზავნინე, მინი აპარატურები, კრიოთერაპიები, დარსონვალი, ძველებური გაწმენდების კოვზებიც, ყველაფერი, რომ აბსოლუტურად სულ ყველაფერი შეგასწავლოთ იმისთვის, რომ თქვენ მეორე დღესვე, სწავლის მეორე დღესვე შეეძლოთ მუშაობა. დამიჯერეთ მე თქვენ გვერდზე ვარ, არ გეგონოთ რომ თქვენ დაამთავრებთ და მე თქვენ აღარ მოგხედავთ და გაგიჭირდებათ, არა, მე თქვენ გვერდზე ვარ. მე ის გზა, რაც თქვენ უნდა გაიაროთ, მე უკვე გავიარე, მე უკვე გამოვცადე და ჩემთვის ერთი რაღაც დახმარება იმხელა რაღაცა იყო, რომ მეტი არ შეიძლება. რამდენჯერ გამიკეთებია და მასწავლებელთან ტაქსით წავსულვა, რომ გაკეთებული მაზი წამეყო, რომ აბა ეს რა დავაკელი, რატო არ გამოვიდა. მე აი ამ ხელა გამოცდილებამ მომიყვანა თქვენამდე, რომ ეს გამოცდილებები, ეს მადლიანი ჩემი მომხმარებელი, თქვენც აკყავდეთ ეს მადლიანი მომხმარებელი, არ მეშინია, მე არაფრისა. მე სხვა ჩემს სისხლში და ხორცშია ეს პროფესია და მეც მინდა რომ თქვენ ეს სიყვარულით გადმოგცეთ და თქვენც გააგრძელოთ სიყვარულით. ამაზე კარგი პროფესია მე არ ამგონია რამე იყოს. შეიძლება ყველაფერი დამალო, შეიძლება თმაც არ შეიკრა და ისე იარო ზაფხულში, მაგრამ თუ გამონაყარი გექნება ვერ დამალავ ამას. ეს დეპრესიას მოგცემ. ამიტომ გაკრიალებული კანი კიდევ ერთ სიცოცხლეს გაძლევს. მე ჩემ კანს 62 წლისა ვხდები არვენდური. მე ერთი კურსის ჩატარება მასაჟის სუნთლად გააცოცხლებს ჩემ სახეს, სულთლად გააცოცხლებს და მე სწავლა რო დაიწყება, რო თქვენ გადმოგცეთ ის ცოდნა და მეც გავიკეთებ და დრო არ დავკარგო და თქვენც დაგანახოთ. მე მჯერავს რომ თუ ეს ისეთი რამეა იმის გულისთვის რაიმე კოსმეტოლოგია ისე ვისწავლო და ესე არა, ამს თუ ღრმად დაფიქრდით, ძალიან დაფიქრდით, მარტო თანხა არ არის აქ, რო თანხა გადაიხადო და სერტიფიკატი აიღო, იქ წიგნი გექნება, არა. დაფიქრდი, გინდა თუ არა ჩემსავით მე რო ნაბიჯს ვდგავდი, გინდა თუ არა ეს პროფესია. შეძლებ თუ არა ამ პროფესიაში, ეს პროფესია ისეთია, ბევრი პრობლემები შეგხვდება. შეიძლება ერთმა ბუსუსმა ისე გაგაწვალოს, თუ არ გეცოდინება როგორ მოარჩენ. გააკეთო რაღაცა ის კანი ისეთი რამეა უცბათლიან გამონაყარში წავიდეს. ამიტომ ძალიან დიდი გულის ხმიერებით უნდა მოეკიდოთ ერთ თითოეულ ბუსუსს, შენი პაციენტის ერთი ბუსუსი, შენ ძალიან ძვირფასი უნდა იყოს ის შენთვის. იმას თანხის გულისთვის არ უნდა მიიღო. მე არ მავიწყდება ერთ გინდა კურიოზად ჩამითვალეთ. სახეს არ წმენდავდი, დარსონალი მაშინ ძველებური დარსონალი მქონდა და დარსონალზე თბილისიდან ჩამოდიოდა ხოლმე, იქ ეთყობა ძვირი იღერდა და მე 5 ლარად ვაკეთებდი ერთ დარსონალს. საუკეთესოდ ვაკეთებდი. შემოვიდა შვილი და მეუბნება, დედაო, რა არისო, რამდენი ხანი უნდებიო, 5 ლარი გადაგიხადაო და რამდენი ხანი უნდებიო. მე იცი რა უპასუხე? მე შვილო ტაქსის შოფერი არა ვარ. დაწერა და იქ გაუჩერო, სადაც გადახდილი აქვს და იქ ჩავუშვა. არა, არ იცი, თითოეული ბუსუსი რო სკდება დარსონალის გაკეთების დროს, შიგრა ხდება, როგორ ასუფთავებ. იქნებ სულის 5 ლარი ნასესხი ფულით ჩამოვიდა ის გოგო რაიონიდან, მე როგორ დავანებო თავი ამორჩა გადაიხადი. არა, ესე ვერ იმუშავებთ. მთლიანად უნდა იმუშაოთ, გულით უნდა იმუშაოთ. მე არასოდეს რეკლამა არ გამიკეთებია. ჩემი რეკლამა, ჩემი მომხმარებელი რო ხედავდნენ, აი სად მორჩი, აი ის იყო. დამიჯერეთ, მე არასდროს არ გადამიდგია ეს ნაბიჯი, რომ ესწავლებინა, იმიტომ რომ არ მქონდა დრო.
მაგრამ ეხლა ემიგრაციამ გადამადგმეინა, მინდა რომ მეც დავაღწიო, მე თქვენ დაგეხმაროთ, მე თქვენ გასწავლოთ, მთლიანად დავიხარჯები, რომ კმაყოფილები იყვეთ და შეძლოთ მერე გასვლა და მუშაობა. გემშვიდობებით, იფიქრეთ ძალიან ბევრი, გადაწყვეტილება უცბად არ მიიღოთ, გინდათ თუ არა ამ პროფესიას მოიჭიდოთ, ხართ თუ არა მზად რომ სიძნელები დაძლიოთ ჩემთან ერთად, ხართ თუ არა ის გზა გაიაროთ, რაც მე გავიარე. მიყვარხართ ყველანი, გემშვიდობებით.